მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა აქტუალური თემა უთომღებრიშვილთან ერთად. დღევანდელი გადაცემის თემა არის თუ არა მედია თავისუფალი საქართველოში და რატომ ებრძვიან ტელერადიო კომპანია თრიალეთს. აქტუალური თემის სტუმრები არიან ტელეკომპანია თრიალეთის ყოფილი თანამშრომლები ნინო ჩიფჩიური და ალექსო ვალიაური. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. ნინო, თქვენთან მაქვს პირველი კითხვა. არის თუ არა დღეს მედია თავისუფალი საქართველოში? საქართველოში ჩვენ ყოველდღურად ვხედავთ, რომ მედიაზე როგორ მიდის ბრძოლა, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის მიმართ. მე მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ის მედია საშუალებები, რომლებიც ჟურნალისტობას იბრალებენ თანამშრომლები და ძალიან ბინძურ საქმეებში ჩადიან, ამ მედიებს მე ზოგადად არ მოვიაზრებ ჩემ კოლეგებად და ამ ჟურნალისტებს არ ვთვლი თანამშრომლად და არ ვთვლი, რომ ერთ საქმეს ვემსახურებით. რაღაცნაირად დაიყო ეს სფეროც და ყველა თითქოს ჟურნალისტობს, ვისაც კამერა უჭირავს ხელში, ტელეფონის კამერა თუნდაც და სოციალურ ქსელში რაღაცას გაავრცელებს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ დამოუკიდებელი მედიის საქმე და როლი ძალიან ფართოცნება არის და განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე. შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილის სიცოცხლის ფასადაც დაგვიჯდა, იყო დრო, როცა ვცდილობდით თავისუფალი სიტყვის გადარჩენას. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში დამოუკიდებლობას ასე თუ ისე მედია საშუალებები მაინც ინარჩუნებენ მიუხედავად ამ ქაოსისა ქვეყანაში და პოლიტიკური პროცესებისა და ზუსტად ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი, რომ მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ვინც ჯიბეში არ უზით, ზუსტად ისინი ხდებიან მთავარი სამიზნეები. დამოუკიდებლობა, ჟურნალისტის და ზოგადად მედია საშუალებების თავისუფლად მუშაობა მიუღებელია რუსული ძალისთვის, რომელიც ფაქტიურად ინსტრუქტორებად გვევლინებიან უკვე და ისინი გეგმავენ, ისინი წერენ დღის წესრიგს და მათი გეგმის მიხედვით ხორციელდება ქვეყანაში ის, რაც ხდება. დემოკრატია რა დღეში არის ვხედავთ, საით მიდის სიტყვის თავისუფლება, ამას ყოველდღიურად ვხედავთ და ერთადერთი ძალა, რომელიც ცდილობს, რომ გადაარჩინოს დემოკრატიის ხარისხი და შეინარჩუნოს რამენაირად თავისუფალი სიტყვა, ზუსტად ეს დამოუკიდებელი მედია არის და მე ვფიქრობ, რომ რეგიონში ყველაზე დიდი ძალა ამჟამად დემოკრატიის შენარჩუნებისთვის სწორედ დამოუკიდებელი მედია. ნინო, თქვენ იყავით წინა ხელისუფლების დროსაც ჟურნალისტი და ახლაც. როგორ შეადარებდით განვლილ პერიოდს და ახლანდელ პერიოდს? მე ცოტა შორიდან დავიწყებ მაშინ, რადგან წინა ხელისუფლებას ეხება კითხვა. მე მუშაობდი ამ ტელევიზიაში და იმ პერიოდში ამ ტელევიზიამ გაუძლო ომს. მაშინ იყო ფიზიკური შეიარაღებული ომი და ყოველდღურად აი ამ ტელევიზიის წინ ჩამოვარდა ბომბი და მახსოვს, როგორ ჩამოიმსხვრა მინები ამ ტელევიზიის და ასევე ისიც მახსოვს, რომ ტანკები მოძრაობდნენ ჩვეულებრივად ამ ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე და იყო ერთ-ერთი მთავარი სამიზნე რუსული აგრესიის, იმიტომ რომ ჩვენ ყველა მე ძალიან ხშირად მახსენდება ხოლმე და ალბათ არასოდეს დამავიწყდება, როდესაც ტელევიზიის ეზოში შევიკრიბეთ, უკვე გვეგონა რომ ბოლო წუთები იყო ჩვენთვის, რუსული მოიარიშე თვითფრინავი თავზე დაგვტრიალებდა და გვეგონა რომ ბოლო წუთებს ვითვლიდით, თუმცა ამ პერიოდს გაუძლო მაშინ ყველამ ჟურნალისტებმა, ამ ტელევიზიამაც და ეხლა ეს რატომ ვახსენე, თუ მაშინ იყო შეიარაღებული ომი, ეხლა არის ჰიბრიდული ომი. ჰიბრიდული ომის ეტაპები მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას და ერთ-ერთი მთავარი სამიზნეც, რა თქმა უნდა, თავისუფალი სიტყვის და დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებაა. ჰიბრიდული ომის პირობებში ეს არის ზედმეტი ტვირთი. თავისუფალი ტელევიზია, თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეხლა ზუსტად ის ეტაპი არის, როდესაც უკვე მედიას მიადგა ეს ჰიბრიდული ომის ძალა. თორედ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებდით, როგორ ხორციელდებოდა ეს გეგმა, რაზეც წინა კითხვის პასუხად მე უკვე ვისაუბრე. და ეხლა ჯერი არის მედიის, თუ შეძლეს და მედიაც გააჩუმეს, ფაქტიურად ამ ქვეყანაში ვეღარავინ გაიგებს, რა ხდება რეალურად. თავისუფალი სიტყვა ჯერ ისედაც ეხლაც უკვე შეზღუდული არის და საერთოდ ხმას ვეღარავინ ამოიღებს და ის რაც იყო მიზანი, რომ საზოგადოება ყოფილიყო მორჩილებაში, სწორედ ამ საზოგადოებას მივიღებთ, რაც ძალიან არ მინდა და მე პირადად ნინო ჩიფჩური მზად ვარ, რომ აი ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად და თავისუფალი სიტყვის შენარჩუნებისთვის ყველაფერი გავაკეთო ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში. იყო თუ არა წინა ხელისუფლების დროს შევიწროვება? წინა ხელისუფლების დროს, რა თქმა უნდა, კი, მეც არაერთი кейსი მქონია ამასთან დაკავშირებით. მქონია შემოთავაზებებიც მათ შორის, რომ გავჩუმებულიყავი ბრაზეც არასოდეს, რა ვიცი, ვიდრე ცოცხალი ვარ. მე აქედან მინდა ყველას უთხრა, თუ კი ვინმე რამეს აპირებს, კიდე ხელისუფლება რო შეიძლება მერეც
რომ რაღაცის სანაცვლოდ მე არ გავჩუმდები. ეს მინდა იცოდეს ყველა. მე რა ფაქტებიც მაქვს დარღვევებზე, კორუფციაზე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე, ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვა რაღაცის სანაცვლოდ ამ ყველაფერს არ დამალავს. იმ პერიოდში, რა თქმა უნდა, იყო მცდელობა, მე ამ ტელევიზიაში მუშაობდი და მაშინაც იყო რომ საფრთხე შეგვექმნა და ტელევიზია იხურებოდა. მახსოვს რომ ხალხს ვთხოვდით მხარდაჭერას და ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოაცხადა მაშინ მთლიან შიდა ქართლის რეგიონმა. ქონდა ის პერიოდიც, როდესაც შიმშილობაც მოგვიწია კანცელარიის წინ, იმისთვის რომ თავისუფალი სიტყვა გადაგვერჩინა რეგიონში, მაგრამ ერთი განსხვავება, რაც დავინახე ახლა ამჟამინდელ რეპრესიებსა და მაშინდელ ხელისუფლების ქმედებებს შორის, დასავლეთის მხარდაჭერა ამათვის წინა ხელისუფლებისთვის გარკვეულ ცვლილებებს გვაჩვენებდა, მაგრამ ეხლა ამას ვერ ვხედავთ. თითქოს ამას ამ ქართული ოცნების ხელისუფლებას არავინ არ აინტერესებს. არავისი სიტყვა არ არის მათთვის გასათვალისწინებელი და ჩემი დაკვირვებით ეს ყველაფერი თავისინებით კი არ ხდება, როგორც უკვე აღნიშნე, ეს ხდება რუსული სცენარით. მათ ყავთ რუსი ინსტრუქტორები, მათი დღის წესრიგით მოქმედებენ და ისიც რომ დაუწერონ მაგალითად ხვალ რომ აი თქვენ მაგალითად რომელიმე საელჩოს განცხადება უნდა გაითვალისწინოთ, მაგაზეც თანახმა არიან. ისე არ ვიცი რა ვალდებულება აქვთ რომ ასე მორჩილებაში მოიქციეს თავი. ყოველ შემთხვევაში მე რა შედარების საშუალებასაც მაძლევს აი ეს ფაქტები რაც გავიხსენე არის ის რომ ესენი არაფერს არ ითვალისწინებენ. მაშინაც იყო ვერამი ვერ გაექცევა იმას რომ მაშინ ახლა თავისუფალი იყო მედია და შეზღუდვები არ იყო. ჩვენ გვახსოვს რაღაც ქონების ჩამორთმევის იმედის დარბევაც ძალიან ბევრი ფაქტი გვახსოვს, მაგრამ მე ასეთი რეპრესიები აი ესე კარდაკარ თითოეული აი თანამშრომელი დამლაგებელზეც რო გადიან რომ შენ მედია საშუალების დამლაგებელი ხარ და იმასაც რო ზღუდავენ უკვე აი ესეთი სახის შეზღუდვა ჩემ პრაქტიკაში ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება. კი ბატონო, მადლობა. ლექსო, თქვენ რას ფიქრობთ? არის თუ არა მედია დღეს თავისუფალი საქართველოში და არის თუ არა შეზღუდული? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. სოლიდარობა მინდა გამოუცხადოთ რეალეთს. ნინომ ბევრი მიმართულებით ისაუბრა და ვეთანხმები ამ საკითხებში. ვიდრე უშუალოდ აი მაგ ნაწილზე ვისაუბრებდე, მინდა რომ გადაცემის მიღმა ვსაუბრობდით მე და ნინო, რომ ჩვენი პირველი სამსახურები იყო თრიალეთი და ამის გამო კიდე ერთხელ მინდა რომ ის ხელმძღვანელობას ბატონ ბადრის და ჯონის გადაუხადო მადლობა და აი კარგი იყო ის დრო იმის მიუხედავად რომ არასოდეს არ იყო საუბრობდა ნინოც იმაზე რომ რომელ ეტაპზე რა პრობლემები იდგა, არასოდეს არ იყო მედიაში მუშაობა ადვილი და არასოდეს არ იყო გარანტირებული უსაფრთხოება და თავისუფლება ჟურნალისტებისთვის იქნება თუ მედიის სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის. ამის მიუხედავადაც აი ძალიან კარგი იყო ის მომენტი რომ თრიალეთი ყოველთვის გვაძლევდა ახალგაზრდებს, სხვადასხვა თაობის ახალგაზრდებს გვაძლევდა იმის შესაძლებლობას რომ თავი დაგვემკვიდრებინა და დაგვეწყო ჩვენი პირველი ნაბიჯები კარიერული წინსვლის თვალსაზრისით. თრიალეთმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა პირადად ჩემთვის ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ გამიხსნა კარი, მიმიღო გამოუცდელი ადამიანს რაღაცა შემძინა ცოდნა, მომცა იმის შესაძლებლობა რომ ეთერებში აღმოჩენილიყავი და მოეტანა ამ ეთერებს პოპულარობა და რაღაცა ის ხიბლი რაც ჟურნალისტისა თუ მედიის წარმომადგენლისთვის არსებობს შემეგრძნო და ნუ აი მართლა მადლიერი ვარ ამის გამო და არაერთი ადამიანი არის ესეთი მე ვფიქრობ რომ თუ გააკეთებთ ისეთ გადაცემას სადაც ფართო ჯგუფებს მოიწევთ ასობით ადამიანი უნდა მოვიდეს წესით და თრიალეთს გამოუცხადოს სოლიდარობა. ამაზეც ვსაუბრობდით ცოტა ხნის წინ მე და ნინო რომ ქალაქში არსებობს ისეთი აქტიური ადამიანი რომელსაც ერთხელ მაინც თრიალეთში ან არ უმუშავია ან რაღაცა აქტიური კამპანიაში არ ყოფილა ჩართული და ყველას ვალდებულებად და პასუხისმგებლობად ვთვლი რომ რეგიონულ მედიებს იქნება ეს თრიალეთის სხვა მედიები რომლებსაც დარწმუნებული ვარ რომ ესე რაღაცა ჯაჭვისებური თუ რაღაცა პრინციპით გადაეცემა და აუცილებლად მათზეც გავრცელდება პრობლემები რომელიც აქ გამოჩნდა ახლა ვალდებული არის ყველა ჩვენი თანამოქალაქე რომ ხარი დაუჭირონ იმიტომ რომ რეგიონულ მედიას კიდე ცენტრალური მედიისგან განსხვავებით მეტი დატვირთვა უკავია იმიტომ რომ რეგიონულ მედიას აქვს უშუალო კავშირი თითოეულ მოქალაქესთან უფრო ახლოს არის უფრო მეტი კომუნიკაცია აქვს და მნიშვნელოვანი არის იმ თვალსაზრისით რომ არსებობდეს. ამიტომ
რა ვიცი, მე ველოდები რომ მეტი სოლიდარობა და მეტი ვალდებულებას იგრძნობს ჩვენი თანამოქალაქეები და მით უმეტეს ის ხალხი, ვისაც აქ უმუშავია და თავისი რაღაცა წარმატებისთვის გზა გაუკვლევია. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ნუ საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ მედიას თავისუფლების განცდა შეიძლება ქონდეს, თორემ შინაგანად რა თქმა უნდა მედია საქართველოში ეხლა ისე როგორც არასდროს არის თავისუფალი იმ გაგებით, რომ მედია გრძნობს ყველაზე მეტად მის როლსა და მნიშვნელობას გაქანებული ავტორიტარიზმის პირობებში. ივანიშვილის ხელისუფლებამ და ეხლა უკვე კობახიძის რეჟიმმა, რუსულმა რეჟიმმა მოახერხა ის, რომ საქართველოს დიდი ნაბიჯებით გადახდა ავტორიტარიზმში, ის რაც 30-35 წლის განმავლობაში ამერმა თავისი ბრძოლით დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მოიტანა და რაღაცა კარგ რაღაცებს მივაღწიეთ, აი ბოლო 2 წლის განმავლობაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში რადიკალურად ამოაყირავა ამ რეჟიმმა და ერთიანად ქვეყანა გადაიყვანა ავტორიტარიზმში ყველა მიმართულებით. ჩვენ ხედავთ, რომ დღენახევარში იღებენ კანონებს, ანუ არის დედამიწის ზურგზე არც ერთ ქვეყანაში, აი წარმოვიდგინოთ, რომ ჩრდილოეთ კორეაშიც კი არ ხდება, რომ დღეს კანონის პროექტი დაანონსონ და ხვალ მიიღონ, ეს არ ხდება ბელორუსში, არ ხდება რუსეთშიც კი, რომ დღენახევარში დაანონსებულ კანონებს იღებენ და ესეთ პირობებში აღმოჩნდით ამ რეჟიმის გამო, ამიტომ არავისთვის აღარ არის სიახლე ის, რომ მედია, რომელიც ავტორიტარიზმის პირობებში არის მთავარი კედელი, რომელიც იცავს მოქალაქეებს ავტორიტარიზმისგან, იქნება მთავარი სამიზნე და მით უმეტეს რეგიონული მედიებიც იქნებიან ერთ-ერთი მთავარი სამიზნე. ჩვენ ხედავთ, რომ ცენტრალურ მედია საშუალებებს მუდმივი წნეხის და მუდმივი დევნისა და მუდმივი ტერორის ქვეშ უწევთ მუშაობა და ეხლა უკვე არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ პატარა მედიებს, რომელსაც ისედაც უამრავი პრობლემა აქვს წინ, უკვე ამ მედიების მიმართაც დაიწყო უშუალო ანგარიშწორება. ეს არ არის ახალი, ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა რეგიონში პატარ-პატარა მედია საშუალებები ზოგი სრულად გაუქმდა, ზოგი გაიყიდა და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ხელში აღმოჩნდა და ამ შემთხვევაშიც მე იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლების მცდელობა, რომ თრიალეთიან გააუქმოს ან მის მფლობელებს წაართვას ან იძულებით გააყიდინოს ან რაღაცა მეთოდებით კონტროლზე აიყვანოს ეს მედია საშუალება, ვფიქრობ, რომ არ გამოუვათ და არ გამოუვათ იმიტომ, რომ ამისი უამრავი გამოცდილება არსებობს 90-იანი წლებიდან თრიალეთი მუდმივი ომისა და ბრძოლის პირობებში იყო, არ ყოფილა არც ერთი პრეცედენტი ისეთი მედიის მიმართ ავტორიტარული თუ მოძალადე რეჟიმებისგან განხორციელებული, რომელიც თრიალეთს თავის თავზე არ გადაუტანია, იქნებოდა ეს ჟურნალისტების დევნა, ცემა, ტერორი, დაკავება, ფინანსური ტერორი, სარეკლამო შემოსავლებზე ზეწოლა, რომ ამ ტელევიზიაში არ შემოსულიყო, სასამართლო დავები, ხელისუფლების მხრიდან უშუალოდ ხელმძღვანელ პირებზე ძალადობები. მე მახსოვს, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ბატონი ჯონი ნანეტაშვილი ნაცემი და საავადმყოფოშიც მკურნალობდა ერთ-ერთი ხელისუფლების დროს განხორციელებული ძალადობის შემდეგ და ანუ აი ყველაფერი გადაიტანა ტელეკომპანია თრიალეთმა და დარწმუნებული ვარ, რომ ამასაც გადაიტანს, რაც ახლა მის წინაშე არსებობს. უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ უმნიშვნელოვანესი არის, რომ საზოგადოებამ ვიცოდეთ რა არის დამოუკიდებელი მედია და სად არის ჩვენი პასუხისმგებლობა, როდესაც დამოუკიდებელ მედიას ავტორიტარული რეჟიმი პრობლემას უქმნის. კიდევ ერთხელ მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მედია საშუალებას და ყველა წარმომადგენელს, ჟურნალისტს თუ სხვადასხვა პერსონას, ვინც მედიას წარმოადგენს, გამოუცხადო სოლიდარობა, იმიტომ რომ არ არის თრიალეთი ერთადერთი, ვისაც ამ რეგიონში პრობლემებს უქმნიან. თვალსაჩინო არის ნინოს მაგალითიც, რომელსაც მუდმივად წნეხის ქვეშ ხედავთ და ყვებოდა კიდეც ამ ისტორიებს და ბევრი ჟურნალისტი ყავს ამ ქალაქში, რომელიც პირდაპირ აგრესიას გრძნობს და განიცდის. ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს ქართული სახელმწიფო და ქართული სახელმწიფოს მოგების აუცილებელი შემადგენელი კომპონენტი არის თავისუფალი მედიის არსებობა, ამიტომ უნდა გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ მედიის თავისუფლებისთვის და გადარჩენისთვის. დიახ, ლექსო, როდესაც უკვე თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, სწორედ მაშინ დაადო ხელისუფლებამ ინკასო ტელეკომპანია თრიალეთს. არის თუ არა ეს პოლიტიკური შურისძიება, ჩვენ ვამხილეთ ბევრი ნეპოტიზმის ფაქტები გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, ასევე კორუფციული ფაქტები.
სურს თუ არა რომ გააჩვენონ რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი. ეს მხრივ პირდაპირ კავშირი ცოტა ძნელია წარმოვიდგინოთ იმ ფონზე რომ ვიცით რომ მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კონკურენცია თითქმის არ იქნება, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების ამ არჩევნებში მონაწილეობის პრინციპი, არაღიარებული რეჟიმის პირობებში ვცხოვრობთ და მომავალი არჩევნებიც ამ არაღიარებულმა და არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ისეთი რუსული სპეცოპერაციის ფარგლებში უნდა განახორციელოს, ამიტომ პოლიტიკური პარტიები ამ არჩევნებში მონაწილეობას დიდი ალბათობით არ მიიღებენ, გადაწყვეტილი არ აქვს უმეტესობას კიდევ, მაგრამ ვიცით რომ კონკურენტუნარიანი ეს არჩევნები არ იქნება და საერთოდ არჩევნები არ იქნება, იმიტომ რომ ყველა წინაპირობა რაც არჩევნებს სჭირდება ამ ქვეყანაში არათუ არ არსებობდა 2024 წლის არჩევნებამდე, არამედ 2024 წლის შემდეგ უკვე ამ არალეგიტიმურმა რეჟიმმა, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ მოახერხა და კიდევ უფრო გააუარესა, ამიტომ არანაირი არჩევნები აქ არ იქნება. პრინციპში რომ პარალელი გავავლოთ, რომ უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოხდება ეს არა, ეს უფრო მაღალი პრობლემასთან არის ხელისუფლებისთვის დაკავშირებული. ხელისუფლებას უბრალოდ საერთოდ არ სჭირდება დამოუკიდებელი მედიების არსებობა და საერთოდ არ სჭირდება რომ თუნდაც პატარა კუნძულები არსებობდეს, ხო? კარგად ვიცით ახლა შიგნითაც შეხედული ვართ რა მდგომარეობა არის მედიაში, როგორი პრობლემების წინაშე დგას მედია, იმ თვალსაზრისით თუნდაც რომ ყველანაირი შეზღუდვა არსებობს ბიზნესზე, რომელიც უნდა წესით მედიაში შეტანილი რეკლამით ხელს უწყობდეს მედიის არსებობას და ჩვენ ვხედავთ რომ ყველა ბიზნესი არის ტერორის ქვეშ, რომ მათ არ ჩადონ ფინანსური რესურსები მედიებში და აქედან გამომდინარე მედიას ისედაც ძალიან მძიმე პრობლემები აქვს წინ და ამ ფონზე ხელისუფლებას მაინც მიაჩნია რომ აი ეს თუნდაც მცირე რესურსებით არსებობა მუშაობა არის მისთვის საფრთხის შემცველი და ამიტომ აკეთებენ იმას რომ ყველანაირად ცდილობენ შეზღუდონ. არ ვფიქრობ რომ მაინც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, მით უმეტეს კონკურენციაზე ვილაპარაკეთ და მით უმეტეს იმ ფონზე რომ მთლიანად ხელისუფლების დამოკიდებულება არის რომ მედია უნდა გაქრეს და ჟურნალისტები უბრალოდ არ უნდა არსებობდნენ. იყო თუ არა წინა ხელისუფლების დროს რეპრესიები მედიის წარმომადგენლების მიმართ? წინა ხელისუფლების დროსაც იყო სამწუხაროდ საქართველოს ჩვენ ვართ ბედნიერი თაობა ერთის მხრივ, იმიტომ რომ ჩვენ ვესწრებით საქართველოს დაბადებას, მაგრამ აი ამ შუაგზაზე ჩვენ გვიწევს რომ ვებრძოლოთ რეჟიმს, რუსულ რეჟიმს, საქართველოში გამეფებულ, გაბატონებულ ავტორიტარიზმს და საქართველოს დამოუკიდებლობა კიდევ ერთხელ მოვიპოვოთ. თუმცა ამ ბედნიერი თაობას როდესაც ვამბობ, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ საკუთარი რესურსებისა და საკუთარი ბრძოლის ფარგლებში გვიწევს რომ შევქმნათ კარგი სახელმწიფო. სამწუხაროდ ყველა არსებულ ხელისუფლებას ჰქონდა ამ მიმართულებით პრობლემები, წინა ხელისუფლებას ჰქონდა სერიოზული ჩავარდნები და სერიოზული პრობლემები მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით, მათ შორის იმ თვალსაზრისით რომ მათ დროსაც ხდებოდა სასამართლო დავებიც, ზეწოლაც, მათ დროსაც ხდებოდა ეს რაღაცა ინსტრუმენტად და ბერკეტად გამოყენება მსგავსი ინკასოებისა თუ ფინანსური წნეხის განხორციელების, მაგრამ ამის მიუხედავადაც აი ნინოს ვეთანხმები ამაზე საუბრობდა უკვე რომ არსებული წინა ხელისუფლება ნებისმიერი დასავლური განაცხადს ითვალისწინებდა, აღარ არის საუბარი იმაზე რომ სახელმწიფო დეპარტამენტი გამოსულიყო ამერიკაში და რომელიმე ევროპული ქვეყნების პრეზიდენტები თუ საგარეო საქმეთა მინისტრები დაინტერესებულიყვნენ და მათ გაეკეთებინათ განცხადება, რასაც ყოველ დღე ჩვენ ვხედავთ ამ შემთხვევაში და არ ითვალისწინებს ეს ხელისუფლება წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც პრობლემები ჩნდებოდა დასავლური ქვეყნების მცირე მითითების ფარგლებშიც კი რომ საქართველოს უნდა იყოს დემოკრატია და საქართველოს სჭირდება თავისუფალი მედია, ხელისუფლება მაშინ ვერ რეაგირებდა და ითვალისწინებდა საუბედუროდ ჩვენ ახლა აღმოვჩნდით ისეთი რეჟიმის პირობებში რომ არავინ ამათთვის აღარ არის არც ავტორიტეტი და არავინ ამათთვის არ არის არც პარტნიორი, რომლის ინტერესებსაც, რომლის დამოკიდებულებასაც პრინციპში ინტერესები არის სწორედ თქვენია, რომლის დამოკიდებულებასაც და პოზიციასაც გაითვალისწინებდნენ დემოკრატიის მშენებლობის გზაზე. რატო? იმიტომ რომ ესენი დემოკრატიას არ აშენებენ. ესენი რომ აშენებდნენ დემოკრატიას, ესენი გაითვალისწინებდნენ მეგობრებისა და პარტნიორების რჩევებს. იქნებოდა ეს საელჩოს დონეზეც კი იმ შემთხვევაში, როდესაც ესეთი პრობლემები გამოჩნდებოდა, მაგრამ ხელისუფლებას ამ რეჟიმს გადაწყვეტილი აქვს საქართველოს
საქართველოს ჩახრჩობა, ჩალპობა რუსულ ტირანულ ავტორიტარულ რეჟიმში, ავტორიტარულ მმართველობაში, მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში და ამ სიტუაციაში დემოკრატიის მთავარი მეოთხე ძალა, მეოთხე ხელისუფლება, რომელიც არის მედია, არის მთავარი პრობლემა. დღეს ჩვენ ხედავთ, რომ იღებენ ახალ კანონებს, მათ შორის ეს ეგრეთ წოდებული ფარას კანონი, ეგრეთ წოდებული რუსული კანონი და ეს ორივე კანონი თავშივე გათვლილი იყო იმისთვის, რომ მოესპოთ პირველ ეტაპზე სამოქალაქო საზოგადოება და მეორე ეტაპზე, ახლა რომელზეც ვიმყოფებით, ფინალურ ეტაპზე პრინციპში გაენადგურებინათ მედია საშუალებები. ჩვენ არათუ თრიალეთისა და რეგიონული მედიების წინაშე წარმოქმნილ ამ პრობლემებს ვაწყდებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე წავაწყდებით უკვე უშუალოდ სოციალური მედიისა და რაღაცა ინტერნეტის შესაძლებლობების შეზღუდვების რეგულაციების შემოტანას, იმიტომ რომ არსებული რეჟიმი სხვანაირად ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას და ვერ დარჩება მის ხელში ეს გავლენა, რომელიც უჭირავს. ისინი აუცილებლად დამარცხდებიან, იმიტომ რომ საზოგადოებას უნდა თავისუფლება და დამოუკიდებლობა და ამ თავისუფლების წართმევის პროცესში ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი არის კომუნიკაციის არსებობა, რომელსაც ჩვენ ვახერხებთ მედიებისა თუ სოციალური მედიებისა თუ ინტერნეტის საშუალებით და აუცილებლად მოხდება, რომ ამეების ჩაკეტვასაც დაიწყებენ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივუშვათ, ანუ იმიტომ ვარსებობთ მოქალაქეები და იმიტომ ვდღვლით, რომ ჩვენი სამშობლო, ჩვენი გადასარჩენია და პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენ თავზე ავიღოთ ესეთ სიტუაციაში წინააღმდეგობის გაწევა. დიახ. აკონტროლებს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მედია მაუწყებლებს და უნდა თუ არა რომ ჩაიგდოს თრიალეთის ხელში და იყოს მის მოდი ესე ვთქვათ, ანუ 12-13 წლის განმავლობაში ყოველთვის ახერხებდა სხვადასხვა ფორმატებით მედიებზე გავლენის მოხდენას. იქნებოდა ეს რაღაცა შიშით, დაშინებით, დატერორებით თუ სხვადასხვა შემთხვევებში ფინანსური რაღაცა პერსპექტივებისა და პრივილეგიების მინიჭებით. ახლა არ მინდა კონკრეტულ მაგალითებზე საუბარი, მაგრამ ყოფილა ისეთი არსებობს საქართველოში სხვადასხვა მედია საშუალებები და მათი წარმომადგენლები, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან ხანდახან დაახლოებულები და ასეთ დროს ადვილი არის მათი გაკონტროლება, ხო? ჩვენ ხედავთ, რომ ამ რეგიონში არიან მედია საშუალებები, რომლებსაც მეტნაკლებად თავისი სამაუწყებლო სივრცე შეზღუდული აქვს კრიტიკული მოსაზრებებისთვის, მაგრამ არსებობენ მედიები, რომლებსაც ღია აქვთ ყველანაირი კრიტიკისთვის სივრცე. ამ სიტუაციაში არ არის გამორიცხული, რომ ყველა მეთოდი გამოიყენოს ხელისუფლებამ, ხო, ახლა მათი შეზღუდვისთვის და ისევ და ისევ უბრუნდები იმ თემას, რომ ავტორიტარიზმის სრული გამეფებისთვის. ეს დავამატებ, თუ შეიძლება ლექსომ აღნიშნა, რომ ის ხელისუფლება, რასაც ცდილობდა, რომ ჩაეხშვა თავისუფალი სიტყვა, ესენი უფრო მეტი ძალით ახერხებენ ამას. მე სულაც არ მაქვს მოლოდინი, რომ გამოუვათ ეს და თუნდაც რაღაცა ეტაპზე შეძლებენ ყველას გაჩუმებას. მე აქვე მინდა ვახსენო, რომ ეხლა აღარ არის 37 წელი, მაშინ როდესაც თუნდაც ის კედლის გაზეთიც დანაშაულად ითვლებოდა და მეტი საშუალება ამ ხალხს არ ჰქონდა. ეხლა არის ხელოვნური ინტელექტი, ეხლა არის ტექნოლოგიები, რომლითაც რაც არ უნდა მოინდომონ, რაც არ უნდა ჩაკეტონ, ინფორმაცია მაინც გავრცელდება. არსებობს ასეთი მიმართულება, ოსინტი, ღია წყაროების დაზვერვა, მონიტორინგი, ასე უკეთესად ჟღერს, იმიტომ რომ ყველა სიტყვას რაღაცას აბავენ. და ამ ღია წყაროების მონიტორინგი ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ ინფორმაცია თუნდაც იმათი დღის ვადაში, რასაც არ გვაძლევენ და ხშირად გვაძლევენ არასრულ ყოფილს და გვიწევს კიდევ დამატებით დროში დაწოლა. ხო, არ არის ის ნაწილი, რასაც ვითხოვთ და ცდილობენ ხელოვნურად ხელი შეგვიშალონ ამა თუ იმ ინფორმაციის გავრცელებაში. მე დროში უკვე აღარ არის აქტუალური ეს თემა და გვიწევს ახლა დაველოდოთ ისევ იმ 10 დღეს და ბოლოს ვთქვათ, რომ აღარ გვინდა ეს ინფორმაცია, მაგრამ დღეს არის ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ ფეხი ავუწყოთ ამ თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამოვიყენოთ ეს ჩვენ საქმიანობაში, დავნერგოთ და სულაც არ ვიყოთ დამოკიდებული იმაზე, Facebook-ს გაგვითიშავენ, ინტერნეტს გაგვითიშავენ თუ საერთოდ ხმის ამოღების უფლებას აღარ მოგცემენ.
ჩვენ არ ვიქნებით, არსებობენ რობოტები, ისინი ისაუბრებენ, უკვე იმ დონეზე არის ტექნიკა განვითარებული და საერთოდ ვერ გაიგებენ ისე შეიძლება შეიქმნას ახალი ამბები და საიდან წამოვიდეს და ასევე კავშირებიც, რაც არ უნდა ჩქმალონ მათი კორუფციული გარიგებები, არსებობს პროგრამები, რომლებიც ძალიან სწრაფად, ძალიან მარტივად ხელის გულზე გვიდებს ასე იმ კავშირებს, რასაც ესე გულდასმით ჩქმალავენ და არ უნდათ რომ მედიამ გააშკონ და სწორედ ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მედია გააჩუმონ და აღარ თქვან ის, რაც მათ არ სიამოვნებთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ვართ ტექნოლოგიურ ეპოქაში და ფაქტორად შეუძლებელია რომ ვინმე გააჩუმონ და მათთვის არასასრული ინფორმაცია დამალონ, არ გამოუვათ. დიახ. ნინო, ტელეკომპანია თრიალეთს დაადეს ინკასო, რომელიც 35 წელია უკვე რეგიონში მაუწყებლობს. რატომ იწვევს ხელისუფლებაში პანიკას თრიალეთი? მე ზოგადად ვახსენე წეღანაც და ახლაც ვიტყვი, რომ მედიები არის ზედმეტი ტვირთი. თუ ხარ ქვია მედია ეს არ ვამბობ რომ რასაც გულისხმობს ეს სიტყვა თავისუფალ სიტყვას ამას გულისხმობენ ისინიც უბრალოდ მათი დავალებების შემსრულებელი უნდა იყოს თუ გინდა რომ იცხოვრო და გააგრძელო ჩვეულებრივად უპრობლემოდ არავინ სადარბაზოსთან არ დაგხვდეს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოგაყენოს და რაღაცებით არ დაგემუქრონ და ასე შემდეგ ხო ამას ეძახიან მედია სამწუხაროდ ბევრი ჩემი ყოფილი კოლეგაც მაგრამ თავისუფალი მედია არის სხვა რამე და განსაკუთრებით რეგიონებში, როდესაც განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან, სადაც რუსულ არხებს უყურებენ, მინდა იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა და ხომ არ გონია ვინმეს, რომ ასე უცებ შეიცვალა ეს რაღაცებზე დამოკიდებულება ხალხის. ეს არის მიზანმიმართულად ფსიქოლოგიური манипуляციები, რასაც გვაჯერებენ, ანუ სიმართლეს ტყუილს ასაღებენ სიმართლედ და პირიქით. და ეს ხალხი, რომელსაც სამწუხაროდ ხელი არ მეუწდება ინტერნეტთან, ყველა არ არის სოციალურ ქსელში, ყველას არ შეუძლია ფაქტების გადამოწმება, უბრალოდ უყურებენ ტელევიზიას და განსაკუთრებით რეგიონული ამბები აინტერესებთ, ხო? და ეს არის ზუსტად ამ სოფლის და ზოგადად თემში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის ერთადერთი საშუალება, საიდანაც უნდა გაიგონ რა ხდება უბრალოდ მათ სოფელში და ადგილზე. რა იგეგმება, რა სპირდებიან და ასე შემდეგ. და თუ კი ეს აღარ იქნება ტელევიზია სოციალურ ქსელში ვინც არ არის და არ სარგებლობს მაგალითად 50+ და 60+ ადამიანები მათთვის უბრალოდ წარმოუდგენელია რეალობა რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და რა საფრთხეები შეიძლება დაგვემუქროს. ისინი უბრალოდ გააგრძელებენ იმ რუსული არხების ყურებას, რაც დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა მენტალიტეტს რო აღუებენ და მიზანმიმართულად აჩვენებენ იმ ფილმებს, ხო რაღაცა ომი რო გაახსენონ ის მეორე მსოფლიო ომი და შემდეგ უკვე ის 8 წელი და სინამდვილეში იმაზე არ ლაპარაკობენ რომ რამდენი ადამიანი რა პროცენტული მაჩვენებლით დაკარგა ამ ქვეყანამ და ყოველთვის ამბობენ ხოლმე მთავარი მშვიდობაა და რა მოხდა ახლა ტელევიზია გააჩუმეს თუ დაგხურეს და ასე შემდეგ მთავარია ბომბები ხომ არ ცვივა და მინდა შევახსენო კიდევ ამ მესიჯის ავტორებს რომ არის ბევრი ქვეყანა რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფ სადაც არ არის ომი მაგრამ მისი მოქალაქეები რუსეთის ომებში იღუპებიან და ეს ხდება წლების განმავლობაში საერთოდ არ არის ჩეჩნეთში ომი ხო მაგრამ ვიცით რამდენი ჯარისკაცი ყავთ დაღუპული უკრაინის წინააღმდეგ უკრაინაში როდესაც შეიჭრა რუსეთის ჯარი და ესეთი манипуляციებით ცდილობენ რომ ადამიანებს ამოურეცხონ ტვინი და ეს ხდება წლების განმავლობაში სულ ზეპირად იციან რომელ თემში ვის რა ინტერესები აქვს სამსახურის მაძიებლები არიან ვინმეზე გავრაზებულები რა არ მოწონთ და ასე შემდეგ ანუ თითოეული ადამიანი ყავთ შესწავლილი და ეს ხდებოდა ეხლა არჩევნების წინ კი არა წლების განმავლობაში და ზუსტად ჰიბრიდული ომი ამას მოიცავს რომ შემდეგ აი ეს ეტაპ და ბოლოს უკვე ფინალში გააკეთონ ის რისი მიღწევაც უნდა რეალურად კონტროლი რაც უნდა მიეღწიათ ომი ეს კონტროლი ისედაც აქვს და რა თუნდაც ხა ომი ანუ თქვენ ფიქრობთ რომ რუსეთის დავალებას ასრულებს ხელისუფლება დღეს თუ გადაწყვეტილი აქვთ რომ რეგიონებში მედიები გათიშონ გააქრონ რა თქმა უნდა რუსეთის დავალება არის რომ ზედმეტი არავინ გაბედოს და ტელევიზიებს რომლებსაც ცდომა აქვთ სოფლის მაცხოვრებლებთან და ეს შეადგენს რამდენიმე 1000 ადამიანს ხო მაგალითად შიდა ქართლში მათ არ ქონდეთ სწორი ინფორმაცია არავის არ აწყობს ისეთი ორგანიზაცია ამ ეტაპზე მათ გუნდში რომელიც მათ არ დაემორჩილებათ ზუსტად ეს არის მიზეზი რის გამოც გვექცევენ ლექსო თქვენ რას ფიქრობთ რატომ აქვს თრიალეთზე პანიკა ხელისუფლებას არა მხოლოდ თრიალეთზე ოთო ანუ ყველა მედიის მიმართ აქვს ანუ ვეთანხმები ნინოს რომ ყველა მედიის მიმართ აქვს ეგ განცდა არ უნდა არსებობდეს თავისუფალი აზრი ჩვენ ვხედავთ რომ ამ რეჟიმს აქვს ორი ამოცანა ერთი ამოცანა არის ის რომ ეს ქვეყანა გადააქციოს რუსულ ავტორიტარულ მმართველობის და გავლენის
სახელმწიფოდ და მეორე მხრივ ამის პირობებში მიიტაცოს რაც შეიძლება მეტი რესურსები ამ სახელმწიფოდან, იქნება ეს ქონება, მიწები, ბიუჯეტის ფინანსები თუ სხვადასხვა მექანიზმებით საკუთარი გამდიდრებისთვის რაღაცა ნაბიჯების გადადგმა. ხო, ეს არის მთავარი ორი პრინციპი, რისთვისაც ამ ხელისუფლებას ყველაფერი საერთოდ არაფერი არ აინტერესებს, ყველაფერს გაწირავს, ამ ქვეყნის ისტორიასაც ფეხებზე დაიკიდებენ, მომავალსაც, თავისუფლებასაც, ყველაფერს არ აინტერესებთ, ანუ ორი პრინციპი აქვთ და ეს არის მათი ამოსავალი წერტილი და ამ გზაზე ახლა ყველა მედია საშუალება, იქნება ეს თრიალეთი თუ ნებისმიერი სხვა მედიები, რომლებიც კრიტიკული აზრის გამშუქებლები არიან და საზოგადოებამდე მიაქვთ რაღაცა ობიექტური და ნატურალური ინფორმაცია, არიან მათთვის მტრები და ხელის შემშლელი ფაქტორი არის მათთვის, ამიტომ ყველა მეთოდს მიმართავენ. ჩვენ დღეს დიდი ნაბიჯებით გადავხდით ავტორიტარიზმში, ჩვენ დღეს გაცილებით უარესი რეჟიმის პირობებში ვცხოვრობთ, ვიდრე ესეთი რეჟიმები შეიძლება იყოს ბელორუსში და თვით რუსეთშიც კი, ანუ აი გადაცემის დაწყებამდე საუბრობდით მომენტზე, როდესაც რუსული ტრენდი იყო პირველად, რომ როდესაც ყველანაირად ყველაფერი შეიზღუდა რუსეთში, პოლიტპატიმრები ფურცლებზე წერდნენ რაღაცა თავის მოსაზრებას და სასამართლო პროცესზე აჩვენებდნენ ტელევიზიებს, რომ რაც შეიძლება საზოგადოებამდე მეტად მისულიყო ეს ინფორმაცია. დღეს რას ვხედავთ? დღეს ერთ-ერთი პოლიტპატიმრის სასამართლო პროცესზე მედია უკვე შეზღუდულია კანონმდებლობით და აღარ უშვებენ არავის სასამართლო პროცესზე და დედას აძევებდნენ სასამართლოდან იმის გამო, რომ მან თითქოს გადაწყვიტა თავისი პოლიტპატიმრის შვილისთვის ფოტოს გადაღება. ანუ მაინტერესებს აი მეორე მხარეს თუ არსებობს ვინმე ისეთი ადამიანი, ვინც ამას რამე გამართლებას მოუძებნის, რომ დედას, რომელსაც უსამართლოდ შვილს უჭერენ ციხეში აგზავნიან, მისთვის ფოტოს გადაღების გამო, რომ სასამართლოდან აძევებენ აი ამას რამე გამართლებას თუ უძებნიან. ამ სიტუაციაში ახლა რა გასაკვირია, ხო? ნინო საუბრობდა წინა ხელისუფლებების პირობებში როგორ იყო, ხო, წნეხი და მეთოდები, მაგრამ და იმაზეც საუბრობდა, რომ ეხლა გაცილებით ძლიერია. კი, ეხლა გაცილებით ძლიერია, მაგრამ ვეთანხმები ამ მოსაზრებაში, რომ იმის მიუხედავად, რომ ეხლა გაცილებით მძიმე და ტირანული რეჟიმთან გვიწევს ბრძოლა, ეხლა მეტი შესაძლებლობები შექმნა ამ ეპოქამ და ამ ციფრულმა ტექნოლოგიებმა, რომელშიც ვარსებობთ. ამიტომ ნუ ეკნებათ რა ამ მოღალატე და ერის მტერ რაღაცა ვიწრო ჯგუფს იმისი განცდა და იმედი, რომ მათი ეს ნაძირლური რა არა ადამიანური ქმედებები მიზანს მიაღწევს და ამ ერის მიტაცებასა და ჩაყლაპას მოახერხებენ. ნუ ეკნებათ ამისი იმედი, იმიტომ რომ უამრავი ინსტრუმენტი და მეთოდი არსებობს იმისთვის, რომ ინფორმაცია მივიდეს საზოგადოებამდე და მით უმეტეს ისეთი ფორმით მივიდეს, რომ ამათი ჩამოშლა და ჩამონგრევა მოხდეს. ნინო, ალბათ თქვენც გქონიათ შემთხვევები, როდესაც არ მოდიოდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები გადაცემაში. მე ძალიან ბევრი წარმომადგენელი მოვიწვიე, მათ შორის ხელისუფლების გუნდიდან და არ მოდიან. რატომ არ მოდიან? აი რის ეშინია? იმიტომ რომ არაფერი აქვს სათქმელი. იმიტომ რომ აქ მეტად განვითარებული საზოგადოება დახვდება, იმიტომ რომ მათ ტყუილს არავინ არ გაატარებს, ფაქტებს დაულაგებენ, შეახსენებენ იმ სხვათა შორის იმ ხელისუფლებასთან გარკვეულ პირობების მიღების გარანტიებს, თანამდებობებსაც რო ითხოვდნენ და დღეს არაერთი ყავს ესეთი ქართული ოცნების პარლამენტშიც და კარზე უთენებდნენ და უღამებდნენ, არ დავასახელებ გვარსა და სახელს, მაგრამ საზოგადოება მიხვდება იმისთვის, რომ რაღაც თანამდებობა მიეცათ. დღეს იგივე საკეთებენ ამ ხელისუფლების პირობებშიც. ალბათ რომ მოვაკიდე სხვა ხელისუფლება, იგივეს გააგრძელებენ, მაგრამ ჩვენ მედიის წარმომადგენლები ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, არავის ინტერესს არ ვატარებთ გარდა ამ ქვეყნის მოქალაქეების და ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების. თუ აქვთ რაიმე სათქმელი, აგერ ყველა ვისმენთ და მოვუსმენთ, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც წესი, ჩვენ რეგიონში ხომ არ ყავს დამოუკიდებელი თვითმმართველობა. ვინმეს გონია, რომ ვიღაცა იღებს გადაწყვეტილებას ზემოდან ზარის გარეშე? მე ასეთი განცდა არ მაქვს. თუ ვინმეს აქვს ფაქტი, ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენ და საერთოდ შემოდის ეს ზარები. ხო, მე არ ვიცი, აქ თვითონ შეიძლება რომ ამ ადამიანებს ვკითხოთ და ერთად მოვისმინოთ პასუხები, სხვათა შორის ეს კითხვაც შეიძლება დავუსვათ და კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე მოვთხოვოთ პასუხი, მაგრამ არ მაქვს მოლოდინი, რომ მათ აქვთ რაიმე პასუხი ამ საკითხზე და კიდევ ძალიან ბევრ კითხვაზე, ამიტომ არ გამოდიან კონტაქტზე, ამიტომ არ გვაძლევენ იმ ინფორმაციას, რასაც რეალურად ვითხოვთ და ძალიან აუცილებლად ალაპარაკდებიან, ოღონდ ხო, ეგ დრო აუცილებლად მოვა, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტები გვაქვს, ისევ მათი ფაქტები, როდესაც წინა ხელისუფლების დროს სხვა რაღაცას ლაპარაკობდნენ და დღეს ახლა როგორც აწყობთ,
ესაუბრობენ და ესეთი გარდამავალი დროშასავით ხალხი ძალიან ბევრი არის ჩვენს გარშემო დაწეროს მე უკვე ეხლაც ეგრეა თავის გარშემო ვისაც გადაეყრება ყველასთან ჭორაობს ისევ თავისი გუნდის წარმომადგენლებზე ეგრე არიან ყველანი ეხლა ამ ადგილობრივ თვითმმართველობის შიგნით და მით უმეტეს როცა რეჟიმი ჩამოემხობა და ჩამოეშლება საერთოდ არ ექნებათ პრობლემა რომ ერთმანეთზე მოყვნენ აი მაგ დროს მინდა კიდევ გავახსენო იმ ადამიანებს რომ დღეს რომ ჩვენ მხარში არ გვიდგანან და მედიის ასეთ შეზღუდვაზე რეაქცია არ აქვთ მე აქედანვე მინდა ვუთხრა რომ ჩემი იმედი არავის არ კონდეს როცა მათი წმედაც დაიწყება ყოველ შემთხვევაში მე არ ვიქნები ჩემს სინდისთან მართალი აი იმ ჟურნალისტურ საქმიანობასთან არ ვიქნები მართალი როდესაც ქვეყნის მოღალატეებს რაიმე გამართლებას მოუწევნი როგორ შეაფასებდით იმ კანონს რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო როდესაც მედიის წარმომადგენლებს არ უშევენ სასამართლო პროცესზე და მურუსიძეს ჩააბარეს ნებართვის გაცემა ხო ეს არის კიდევ ერთი ფაქტი და დადასტურება იმისა რომ რაც უნდა ისაკეთონ სასამართლო პროცესებზე აქ მიხვდნენ რომ მედია და განსაკუთრებით ის აქტიური საზოგადოება რომელიც გულშემატკივრებს პოლიტპატიმრებს და სინდისის პატიმრებს რომლებიც პირადი ტყვეები არიან მოდი ასე ვთქვათ ამ რეჟიმის არ ვიცი რას გეგმავენ და რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება თუმცა ფაქტია რომ ის რასაც მედია ამ დრომდე აშუქებდა მათთვის იყო მიუღებელი და გაცილებით კომფორტულად იქნებიან ახლა ჟურნალისტების კამერების ფოტოაპარატების გარეშე დიახ რა არის გამოსავალი რომ იყოს მედია თავისუფალი აღარ იყოს მასზე წნეხი და გადარჩეს უშუალოდ ტელეკომპანია თრიალეთიც ყველაფერში არის ერთიანობა აუცილებელი ყველა პრობლემის დაძლევისას და ერთიანობასთან ერთად ჩვენ არა ვართ დიდი ქვეყნები ვიღაცებს რო გვადარებენ ხოლმე რომ აი ეს ნეიტრალიტეტი აქვს იმ ქვეყანას და ეხლა უკვე ჩვენც იმ ეტაპზე ვართ რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვარ და ნეიტრალიტეტის გარეშე ვერ გადავრჩებით თუმცა გაიხსენონ რომელი ქვეყნები ესაზღვრება იმ სამაგალითო ქვეყნებსაც რომლებსაც მაგალითად გვისახელებენ და ჩვენ რომელი ქვეყანა გვესაზღვრება და ჩვენ რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და 1921-იც გაიხსენონ, როცა საქართველოს გამოცხადებული ქონდა ნეიტრალიტეტი და მაინც დაგიწყო. ხო, ეს ფაქტებიც არსებობს, თუ არ აქვთ არქივში შეუძლიათ მოიძიონ და გაეცნონ. ერთადერთი ასეთ ვითარებაში რაც გადაგვარჩენს არის განათლება, განვითარება და ზუსტად იმ გამოწვევების სათანადოდ პასუხი. ჩვენ ახლა ვერ ვიქნებით სოფლიო ვითარდება და ასეთ სიტუაციაში, რომ იმან რა თქვა, ამან რა უპასუხა და პოლიტიკური კინკლაობის პროცესში განსაკუთრებით ჟურნალისტები და მედია საშუალებები, როდესაც ასეთი გარდამავალი ეტაპი არის, ეს ფაქტურად მედიის ტრანსფორმაცია ხდება ახლა ამ ციფრულ სამყაროში და ჩვენ აუცილებლად ფეხი უნდა აუწყოთ. ასეთ ვითარებაში რაც გადაგვარჩენს, მე ყოველ შემთხვევაში ახლა მეც გამოსავალს ვერ ვხედავ, ერთიანობა, განვითარება და განათლება, რაც აუცილებელია ახალი თაობისთვის, რომ ისევ ის თაობა არ მივიღოთ, რომელიც გაიზარდა მორჩილებაში, რომელსაც რასაც ეთყოდნენ მათი აზრის მიუხედავად კანონი უნდა ყოფილიყო, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, ამას ვასწავლი ჩემს შვილებსაც და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი, ვისაც უნდა რომ თავისმა შვილმა განვითარებულ მშვიდობიან ქვეყანაში იცხოვროს, ამას ასწავლის და ეს არის ერთადერთი გასაღები იმისთვის, რომ როგორც ქვეყანა ვიარსებოთ. დიახ. გამოიღებს თუ არა არჩევნები რაიმე სწორგზას ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები. ვინ უნდა ჩაატაროს ეს თვითმმართველობის არჩევნები, ჯერ აქედან დავიწყოთ, იმიტომ რომ ჩემთვის მიუღებელია ახლა რას გადაწყობენ პოლიტიკური პარტიები, მათი ნება არის მე არასოდეს ამ გადმოსახედიდან არც არასოდეს მქონია სურვილი რომ პოლიტიკაში ვიყოფილიყავი და ამის მერეც რაც ახლა მით უმეტეს დავინახე, როგორ თამაშობენ ერთი ადგილიდან მეორეში და პოზიცია, ოპოზიცია და ასე შემდეგ, უბრალოდ სახელები რომ არის, მეტად აღარ ჩაუღრმავდები ამ საკითხს. რომელ არჩევნებზე ვსაუბრობთ, აქედან დავიწყოთ. იმ ხელისუფლების მიერ დანიშნულ და ჩატარებულ არჩევნებზე, რომელთა აღიარებაც არსად არ გვაქვს. საერთაშორისო დონეზე არავინ არ აღიარა. ადგილზე ვინ რომელი პარტიაც თვლის რომ ამ ხელისუფლებას აღიარება არ აქვს, რატომ უნდა შევიდეს იმის თამაში. ეს ჩემი საქმე არ არის, როგორც ვთქვათ, ამ საკითხის მიმართ რაღაცა კომპეტენტური ადამიანი, მე უბრალოდ როგორც მოქალაქე ისევ ამბობ აზრს. ჩემი აზრით, არც არავინ მივა, ვისაც პროტესტი აქვს, რომ რაც ხდება ქვეყანაში, მისი მომავლის, მისი შვილების მომავლის დანგრევა, როგორც ამომრჩეველი და პოლიტიკურმა პარტიებმაც არ ვიცი, რაღაცნაირად უნდა გონს მოეგონ და იფიქრონ იმაზე, რა შედეგს რა ნაბიჯს რა შედეგი მოყვება. ჩვენ გასული წელი გვაქვს მაგალითი, იმის წინაწელი 2020-ის მაგალითი გვაქვს კიდევ და კიდევ არაერთი ფაქტი გვიდევს, აი ესე გამომზეურებული არის ასევე არანაირი ფაქტი რო არ ჭირდება და ბევრი ძალიან ისეთი შემთხვევები ქონდა არჩევნების პროცესში თვითონ როცა ჩატარდა არჩევნები და მანამდეც
რა როგორ ხდებოდა, მაგრამ თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამ ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივცეთ განვითარების საშუალება, თუ კი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ სიყალბეზე უარი, მაშინ დავწონოთ რა როგორ ჯობს ამ ქვეყნისთვის და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. მე ჩემი აზრით ვთქვი, რასაც ვფიქრობ ამ არჩევნებზე, ვერ იქნება ამ ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმური, როცა ამ ხელისუფლების ლეგიტიმაცია არის ეჭვ ქვეშ. რითი უნდა შეიცვალოს პროცესები? პროცესები ეხლა არის ისეთი მომენტი, როდესაც მეტი საშუალება აღარ არსებობს ერთიანობას თუ კი ხედავს ნებისმიერი ხელისუფლება, მაშინ აქვს შედეგი და არა ისე რომ შენ იმისტი იყავი, შენ ამისტი იყავი და რაღაცებზე ხელოვნურად რომ ხდება ადამიანების ჩანერგვა, ასე რომ ვთქვათ, თუნდაც იმ პროტესტში, რომ აურიონ სიტუაცია, ხო? ეხლა ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიფილტროს, მოქალაქეები გონს უნდა მოეგნონ და უნდა იფიქრონ იმაზე, რომ თუ კი დღეს იქნებიან ჩუმად, სამუდამოდ გაჩუმდებიან და არავის აღარ კონდეს ილუზია, რომ ამ ქვეყანას რაიმე თავისუფლების ნიშანწყალი წლების შემდეგ დაეტყობა. დიახ, ლექსო, თქვენ რას ფიქრობთ, შეცვლის თუ არა რაიმეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვერ შეცვლის ვერაფერს, უბრალოდ ეს შეიძლება გამოყენებული იყოს ერთ-ერთ ინსტრუმენტად. ვეთანხმები ნინოს აი ამ პოზიციებში, რომ რეჟიმი, რომელიც არ არის აღიარებული, ეს ხელისუფლება არ არის, ეს არის რეჟიმი, რომელიც დამყარდა სამწუხაროდ ამ სახელმწიფოში, ამ ქვეყანაში და არ აღიარებული ხელისუფლების პირობებში არჩევნებიც ლოგიკურად ვერ იქნება ჩატარებული. წერანაც საუბრობ იმაზე, რომ ეს არჩევნები არ იქნება, უბრალოდ ეს იქნება სპეცოპერაცია ისე, რომელსაც ჩაატარებს რუსული სპეცსამსახურები საქართველოში, თუმცა გამოყენება როგორც ბრძოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გამოვიყენოთ თუნდაც აი ეს ტაქტიკა გქონდეს ოპოზიციას გაერთიანების შემთხვევაში, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, კიდევ ერთხელ წაართვა ხელისუფლება, კიდევ ერთხელ მოუწიოს არაღიარებულ რეჟიმს სრული გაყალბება და კიდევ ერთხელ აეხადოს ფარდა, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ერთი ტაქტიკა, მაგრამ გამოსავალზე თუ საუბრობთ, გამოსავალი არსებობს ერთადერთი ასეთი სიტუაციიდან, ეს არის ცივილური სახელმწიფოების პრაქტიკა, რომ გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნების ჩატარება, რომელიცაც ითხოვს კიდეც მთლიანი ქართული საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, რომ ამას აუცილებლად მივაღწევთ, იმიტომ რომ ხელისუფლების მდგომარეობა, რეჟიმის მდგომარეობა რთულდება. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ წნეხზე, რომელსაც ახორციელებენ და იმ რაღაცა წინააღმდეგობებზე და იმ საშინელებებზე, რასაც აკეთებენ კანონმდებლობის დონეზე თუ უშუალოდ მმართველობის დონეზე, ხო, ეს არის გამოწვეული მათი სისუსტიდან და მათი პრობლემებიდან, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ, ხო, ისინი აღმოჩნდნენ არაღიარებული ხელისუფლება, რეჟიმი, რომელსაც მსოფლიოში აღარსად არ მიესწრება, არავინ მათ არ ელაპარაკება, არავინ მათ არ ეხმარება, არავინ მათ წინსვლასა და წარმატებაში მონაწილეობას არ მიიღებს და ამ სიტუაციაში მათ აქვთ პრობლემები და მათ აქვთ ერთადერთი გამოსავალი, რომ კიდევ უფრო მეტი წნეხისა და ჩაკეტვის ფარგლებში დააბნელონ და საზოგადოებაში გააჩინონ ნიჰილიზმის განცდა, რომელიც გამოიწვევს თავისუფლ რაღაცა ჩამოშლას, მაგრამ ჩვენ გამოსავალი არსებობს იმაში, რომ ამ პირობებში, რომელშიც ხელისუფლება აღმოჩნდა, ჩვენ მოვახერხებთ და მივიყვანთ იძულებით, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას ჩაიბარებს ისეთი ძალები, რომლებიც საქართველოს დააბრუნებენ დასავლური ინტეგრაციის გზაზე და საქართველოს კანონმდებლობაში გააუქმებენ იმ საშინელ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში იქნა მიღებული. ეს არის გამოსავალი. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. სხვა გამოსავალი არის ის, რომ უახლოესი პოლიტიკური პროცესები მსოფლიოს მიმართულებით ისე ვითარდება, რომ თუ ჩვენ დღეს თამაშგარე აღმოჩნდით, თუ ჩვენ დღეს ჩამორჩით პროცესებს, მით უმეტეს რომ უკვე ვიცით, რომ მოლდოვა მოლაპარაკებებს იწყებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, უკრაინა მალე დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ჩვენ თუ დღეს ამ პროცესს ჩამორჩით, ნიშნავს, რომ ჩვენი პერსპექტივები განვითარების გზაზე გადაიწევს სულ ცოტა 15-20 წლით. აი ეს ყველაზე ოპტიმისტური სცენარით, თორემ შეიძლება 30 და 50 წელიწადიც აღარ მოიხედოს ცივილიზაციამ და დასავლეთმა და კაცობრიობამ ჩვენსკენ, იმიტომ რომ არავის არ ეგონოს, რომ საქართველოს გარეშე დასავლეთი ვერ იცხოვრებს და რომელიმე სახელმწიფოს მაინც
საქართველოზე აქვს აქცენტი, რომ ეს ქვეყანა მათი ინტერესის გავლენის ქვეშ არსებობდეს. არავის არ აქვს ამის ილუზია. დღეს ჩვენ თუ არ ვიდექით იმ ადგილას, სადაც ცივილიზაცია დგას და დღეს ჩვენ თუ ჩამორჩით იმ პროცესს, როგორც უნდა განვითარდეს დასავლეთისკენ ამ ქვეყნის გზა, მაშინ ჩვენ ჩამორჩებით ამას როგორც მინიმუმ აი რამდენიმე ათეული წლებით, რაზეც ვსაუბრობდი. ამიტომ გამოსავალი არსებობს იმაში, რომ ერთის მხრივ ან გავერთიანდეთ, ან ერთიანები ვიყოთ პროტესტის ფარგლებში და მეორეს მხრივ მოვახერხოთ და ტაქტიკური ბრძოლით ჩამოვშალოთ ეს რეჟიმი, რომელსაც ვაიძულებთ და დავანიშნებთ ვადამდელ არჩევნებს. დიახ, თქვენ ახსენებთ ბრძოლას. ოპოზიცია გამოდის რუსთაველზე, მაგრამ 9 საათის შემდეგ ისევ სახლში შედიან. არის თუ არა დღეს ძლიერი ოპოზიცია საქართველოში? ოპოზიციის სიძლიერე არ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, აქ არის მნიშვნელოვანი ის, რომ საზოგადოება ისე როგორც არასდროს დღეს არის ერთიანი საქართველოში, ისე როგორც არასდროს არც ერთი ქვეყნის ისტორიაში არ მახსენდება მაგალითი, როდესაც 7 თვის განმავლობაში დღე არ ჩავარდნილა და ყოველდღე პროტესტი მიმდინარეობს, ისე როგორც ცენტრალურ დონეზე თბილისში, დედაქალაქში, ისე რეგიონულ დონეზე, მათ შორის გორშიც აი ამ ნოემბრის შემდეგ, გასული ნოემბრის შემდეგ ყოველდღე მიმდინარეობს აქცია, მცირე მასშტაბიანი, გამოვდივართ და ბრუნდებით სახლში. ეს არ არის რაღაცა იმის ნიშანი, რომ მაინც თუ გამოხვალ, უნდა იქ გაათენო და ან შიმშილობა გამოაცხადო, ან რაღაცა. ეს არის ტაქტიკური ბრძოლა, რომელშიც ტაქტიკური წინააღმდეგობა, რომელშიც მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი თავისი სხვადასხვა კომპონენტებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაშიც ახლა თბილისში გამოდიან, იკეტება რუსთაველის გამზირი, ეს ნიშნავს იმას, რომ პროტესტი კიდევ ერთხელ შედგა, პროტესტი არ შეწყვეტილა და პროტესტის ირგვლივ საზოგადოება ერთიანდება და მეორე ნებისმიერ იმ მომენტში, როდესაც დაანონსდება ფართომასშტაბიანი აქციები, აი ესე წინა დღეს დაანონსებული ფართომასშტაბიანი აქციებიც ახლა მაგალითად ბოლო დღეებში ჩატარებული აქციებმა საჩვენა ჩატარდა საკმაოდ ესე 10,000-ობით ადამიანი იყო გამოსული. ამიტომ არავის ახლა ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ ვინმე ამას მოისმენს, არ კონდეს იმის ილუზია, რომ რაღაცა თუ მცირე რაოდენობა დგას სადღაც, ეს მათ გამარჯვებისთვის რაღაცა წინ გადადგმული ნაბიჯია. პირიქით 7-8 თვეა პროტესტი არ წყდება, 7-8 თვე არის პოლიტიკური პატიმრები არ გაწყდნენ, არ დაეცნენ, სოლიდარობა კიდევ ერთხელ ჩვენს პოლიტპატიმრებს და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვების გზაზე ვდგავართ და ეს გამარჯვება აუცილებლად მოვა. დიახ, ლექსო, ჩვენ საკითხს რომ დაუბრუნდეთ, როგორ შეიძლება გადარჩეს თრიალეთი და რას ეტყოდით ჩვენს მაყურებელს? თრიალეთი გადარჩება, იმიტომ რომ თრიალეთი დაფუძნდა ისეთ დროს, როდესაც საერთოდ არ არსებობდა საქართველოში ტელევიზიების, დამოუკიდებელი ტელევიზიების გამოცდილება, მაშინ ფუძნდებოდა და მაშინ იდგავდა საქართველოში დამოუკიდებელი მედიები ფეხს და ამ დროიდან მოდის და ყველა ბრძოლა და ყველა ქარტეხილი, რომელიც საქართველოს გაიარა თრიალეთმაც და გაუძლო და დღემდე მოვიდა და ახლა ბიძინა ივანიშვილისა და კობახიძისნაირი დამნაშავე რეჟიმი ვერ მოახერხებს, რომ რეგიონული მედიები და სხვადასხვა მედია საშუალებები გააქროს იმის მიუხედავად, რომ მძიმე ბრძოლაში იმყოფება ყველას ებრძვიან თავთავისი მხრიდან, ზოგს ყიდულობენ და ასე აქრობენ, ზოგს ანგრევენ და ასე აქრობენ, ზოგს იჭერენ და ასე აქრობენ, ზოგს პარტნიორები ეყიდებათ და ასე აქრობენ, მაგრამ ბოლო ჯამში მაინც ვერ გაიმარჯვებს რეჟიმი, მაინც ყველა გადარჩება ის, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის და თრიალეთს მნიშვნელოვანი ბრძოლები აქვს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გატარებული და მით უმეტეს ძალიან ბევრი აქვს სიკეთე გაკეთებული ამ რეგიონისთვის და არა მხოლოდ და ეს არ გაქრება უკვალოდ დარწმუნებული ვარ და ამ ბრძოლასაც მოიგებთ. წარმატებებს გისურვებთ. მადლობთ. ნინო, თქვენ? მეც ანალოგიური მოლოდინი მაქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან ბევრს გაუძლო თრიალეთმა და არც ეს რეჟიმი იქნება გამონაკლისი. ერთი ის ქონდა ხოლმე გარკვეული ესეთი გამონათქვამი, რომ პრეზიდენტები მიდიან თრიალეთი რჩება, არ ვიცი ლექსო თუ გახსოვს. მახსოვს. და ხო, ეხლა გამახსენდა, რომ ძალიან ბევრს გაუძელით და ამ ომსაც აუცილებლად მოიგებს თრიალეთი. ჩვენს მაყურებელს რას ეტყოდით? ჩვენს მაყურებელს შევახსენებდი, რომ თქვენ ვერაფერს ვეღარ გაიგებთ. განსაკუთრებით სოფლად მაცხოვრებლებს მოგმართავთ. ნუ იქნებით დამოკიდებული იმაზე, რომ თქვენთან ვინმე მოვა და გასწავლით, როგორ მოიხმაროთ ფაქტების გადასამოწმებელი ესა თუ ის ხელსაწყო და აი ეს შემოგაჩეჩებენ ტყუილს, დაგაჯერებენ
ტყუილს სიმართლედ ასე გაასაღებენ თქვენთან, იცხოვრებთ მუდმივ ტყუილში, თუ კი თავისუფალი მედია აღარ იქნება რეგიონში, ამიტომ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ ინფორმაცია არ არის მხოლოდ ის, რომ რა ხდება ზოგადად თქვენ სოფელში, ინფორმაცია და ზოგადად ის ადამიანები, რომელიც ამ ინფორმაციის მოძიებაზე მუშაობენ, ნიშნავს თავისუფალ სიტყვას ქვეყანაში და თავისუფალი სიტყვის გადარჩენა ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალდებულებად მიმაჩნია. კი ბატონო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. აქტუალური თემა ამით დასრულებულია. მადლობთ. აქტუალური თემა ამით დასრულებულია. მაყურებელს კი მშვიდობიან საღამოს უსურვებ მომავალ შეხვედრამდე.